თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ირაკლი მიმინოშვილის პროცესი გაიმართა. საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ვეფხია კასრაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის და მსჯავრდებულები უსამართლოდ არიან დაპატიმრებულები. კასრაძის განცხადებით პირველი ინსტანციის მოსამართლეზე თამარ მჭედლიშვილზე დიდი ზეწოლა იყო. ისივე თქმით, განაჩენის გამოცხადებისას მჭედლიშვილი დანაშაულს გრძნობდა. მან ასევე საქმის პროკურორებს ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილს მიმართა და უთხრა, რომ უდანაშაულო ხალხის დაშლისთვის ისინიც უნდა გრძნობდნენ დანაშაულს. წლის 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დემონსტრანტებს თავდაპირველი ბრალი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ბრალდებით, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დანარჩენი 5 კი ამავე მუხლით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავე და 2 წელი მიუსაჯა. პატიმრობაში მყოფი პროტესტის მონაწილეების ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ მჭედლიშვილის გამამტყუნებელი განაჩენები უკანონო და დაუსაბუთებელია და მსჯავრდებულების გათავისუფლებას ითხოვენ. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა სასჯელის დანიშვნას თავდაპირველად წარდგენილი 225 მუხლით ითხოვს, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახე და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.